საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატები კომისიამ ხელმეორედ შეარჩია. წარუდგენს თუ არა გენო გელაძეს კანდიდატურას უმაღლესი საბჭო მესამედ საქართველოს პარლამენტს დეტალებს მარი ბოლქვაძე არკვევდა. კვალიფიცირების და კომპეტენტურობის ეტაპი გავიარეთ. ძალიან კარგი შედეგებით. ეხლა კი პოლიტიკური ეტაპია უკვე და პოლიტიკურად რაც გადაწყვეტილებას მიიღებენ, ხომ ნახავთ ეხლა ერთად. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის გენო გელაძის კომპეტენციის საკითხი 10 წევრიანმა საპარლამენტო კომისიამ 8 ხმით განსაზღვრა. საქართველოს პარლამენტის მიერ ორჯერ სხვადასხვა მიზეზით დაწუნებული კანდიდატი ერთადერთი აღმოჩნდა აჭარიდან წარდგენილ 6 პრეტენდენტს შორის, რომელსაც კომისიამ კონცეფცია მოუტონა. ახლა ჯერი უმაღლეს საბჭოზეა. მე იმაჩნია, რომ თუ კი უმაღლეს საბჭო იქნება დამოუკიდებელი, მას დამოუკიდებლად გადააწყვეტინებენ, ესენი ისევ მეწარმოადგენენ. გენო გელაძის კომპეტენციას კითხვის ნიშნის ქვეშ არც უმაღლეს საბჭოში აყენებენ, თუმცა დეპუტატების ნაწილი ეჭვობს, რომ გენო გელაძის წარდგენის უფლებას მესამედ არსებული კანონმდებლობა აღარ მისცემთ. ეჭვებს დღესვე მათი კოლეგა ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის ხელმძღვანელი აქარწყლებს. მე ახლა ვარკვევ, რამდენად სამართლებრივად მას შეუძლია კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი. იურისტები აქ ჩვენთან უმაღლეს მთავრობაში ამბობენ, რომ გენო გელაძეს უკვე კანონით უფლება არ აქვს იყაროს კენჭი. ჯერ ეს საკითხი უნდა გავარკვიოთ. თუ კი სწორად წავიკითხავთ კანონს, ამ დროისთვის გენო გელაძის შერჩევის სამართლებრივი საფუძველი პროცედურულად შეზღუდული არ არის. თუმცა როგორც ჩანს, ეს ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება. მთავარი რაზეც რეგიონის საკანონმდებლო ორგანო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სწორებას აკეთებს, სამართლებრივ, მორალურ და ფსიქოლოგიურ ჩიხში არ მოხვედრა. ამ მოტივით კი ის დეპუტატები, რომლებმაც გელაძეს ღია მხარდაჭერა ორჯერ გამოუცხადეს, ამჯერად სხვა შესაძლო გვარებს ასახელებენ. თქვა და ჩვენ ისევ წავაყენეთ ბატონი გენოს კანდიდატურა, წარმატგინეთ უბრალოდ და პარლამენტომ კვლავ ჩააგდო. ჩვენ ხო შევდივართ ერთგვარ ჩიხში. აი შემდეგ რა უნდა იქნას და მესამედჯერ რომ გავიდეს გენო გელაძე და გავა იმ კონკურსში. იმიტომ არის ძალიან კომპეტენტური პიროვნება და მე არ მინდა რაღაც ამ ფარში მივიღო მონაწილეობა. კი, მე ვფიქრობ კოხრეიძეზეც და ჩემ მეგობარ იაღო კაჩაჩიშვილზეც. თავარი თემა ისაა, რომ აუცილებლად უნდა დაждდეს უმრავლესობა, ისაუბროს ამ თემებზე და უნდა ჩამოყალიბდეს კანდიდატზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ნამდვილად დაამტკიц, იმიტომ რომ ბორდისში წევრების მუშაობა აუცილებელია და ვფიქრობ ბორდიში აჭარის წარმომადგენელი უკვე უნდა იყოს. უმაღლესი საბჭოს უმცირესობაში ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობა ამჯერადაც ერთიანი იქნება. ვის სასარგებლოდ იქნება მათი 8 ხმა ძნელი გამოსაცნობი არ არის. ისინი ამბობენ, რომ აქცენტს კომპეტენციაზე და რეგიონის მიერ წარდგენილ კანდიდატზე გააკეთებენ. თუ უმრავლესობა მაინც მიიღებს პოლიტიკურად ძალიან სულს და უსუსურ გადაწყვეტილებას და იგი მხარს არ დაუჭერს, ესე ვთქვათ, ღირსეულ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, რა თქმა უნდა, ეს იქნება მხოლოდ პოლიტიკური მომენტი, ეს იქნება მხოლოდ ზეგავლენა, ესე ვთქვათ, გარკვეული მაღალი თანამდებობის პირებისა და ეს იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ესე ხელში ჩაგდების მცდელობა. დარჩება უმაღლესი საბჭო ორჯერ მიღებული გადაწყვეტილების ერთგული თუ ანგარიშს გაუწევს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსგან მიღებულ ამდენივე უარს სამ დღეში გახდება ცნობილი. თუმცა არის თუ არა აი ეს საკითხი კონკრეტულად გენო გელაძის ბორდის წევრად არჩევის საკითხი პოლიტიზირებული. ჩემი მხრიდან არა.